მართალია ჯერჯერობით ეს ზაფხულის ცხელი დღეები ჯერ კიდევ არ არის დამდგარი, თუმცა როგორც სინოპტიკოსები გვპირდებიან, ზაფხული იქნება საკმაოდ ცხელი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ტრადიციულად საუბრობთ ხანძრის გაჩენის რისკებზე და მისი მარტივად გავრცელების რისკებზე. ამ პერიოდში სწორედაც რომ ეს რისკები არსებობს და არაერთი ტყის ხანძარიც გვახსოვს. მათ შორის ბოლო წლებში ბორჯომის ორი საკმაოდ დიდი ხანძარი იყო და აუცილებელია გავიხსენოთ და ვიცოდეთ როგორ უნდა დავიცვათ თავი ტყის ხანძრებისგან და რა რეკომენდაციები არსებობს მათთვის, ვისაც ცხელ დღეებში ბუნებაში დასვენება უნდა. დეტალებს თამარ ბუბაშვილისგან გავიგებთ, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ, დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა ტემპერატურა ნელ-ნელა მოიმატებს და შესაბამისად მატულობს ტყის ხანძრების რისკით. ძირითადად ტყეში ხანძრის გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა. ზოგჯერ არასწორად ვანთებთ კოცონს, ზოგჯერ საყოფა ცხოვრება ნარჩენს ვტოვებთ და ეს ყველა დეტალი გავლენას ახდენს და შესაძლოა ტყეში ხანძარი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც მივდივართ ბუნებაში დასასვენებლად, ყველა დეტალი გავითვალისწინოთ და სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ნათია იორდანიშვილთან ერთად. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე არის დღეს ჩვენი მასპინძელი. ქალბატონ ნათია, დასაწყისში თქვი და ბევრჯერ გითქვამთ თქვენ, რომ ძირითადად ტყის ხანძრების გამომწვევი არის სწორედ ადამიანის დაუდევრობა. რას ვაკეთებთ არასწორად, ან რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ჩვენი დასვენებამ არ გამოიწვიოს შემდეგ უკვე ხანძარი? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და მადლობა თქვენ, რომ მიუხედავად ისა, რომ ჯერ არ დაგვწყებია აქტიური ხანძარსაშიში პერიოდი, საკმაოდ გრილი და ესეთი გაზაფხული გქონდა, მაინც უნდა შევახსენოთ მოსახლეობას. სამწუხაროდ ასეა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ტყის ხანძრების უმეტესობა ადამიანის დაუდევრობითაა გამოწვეული და ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ კოცონის არასწორად დანთება იწვევს, ნარჩენების დატოვება, თქვენც ბრძანეთ, სიგარეტის ნამწვის უდიერად გადაგდებაც კი შეიძლება გახდეს ხანძრის წყარო, რომელსაც შემდეგ ძალიან ისეთი მძიმე შედეგები მოაქვს, რომელსაც გამოსწორებასაც ათეულობით წელი სჭირდება. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების წესები გახლავთ საკმაოდ მარტივი. პირველ რიგში თუ მივდივართ პიკნიკზე, აუცილებლად უნდა შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც ცეცხლის დანთება იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო. თუ ასეთი სახის ინფრასტრუქტურა არ არის ტყეში მოწყობილი, უნდა ჩვენ თავად მოვაწყოთ ეგრეთ წოდებული ბაქანი, გავწმინდოთ ადვილადაალებადი მასალებისგან 1 მეტრის და 50 სანტიმეტრის რადიუსში ის ადგილი, სადაც ცეცხლის დანთებას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, არ უნდა დავანთოთ ხეების ვარჯის ქვეშ კოცონი და აუცილებლად დავწმუნდეთ, სანამ ტერიტორიას დავტოვებთ, რომ ის არის კარგად ჩამქრალი, ხანდახან მხოლოდ წყალი არ შველის ამას და მიწის მიყრითაც უნდა გადავაკონტროლოთ. სხვათა შორის ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არის მაღალი რეკრეაციული დატვირთვა, გქონდეს განთავსებული საინფორმაციო გამაფრთხილებელი ნიშანი, სადაც გახლავთ როგორც აკრძალვები ჩამოთვლილი, ასევე QR კოდის მეშვეობით შეგიძლიათ გაეცნოთ ზოგად ელემენტარულ წესებს, რაც უსაფრთხოდ კოცონის დანთებას, ბუნებაში დროის გატარებას ეხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გვექნება საკმაოდ მშვიდი ზაფხული. აი ერთ-ერთ ესეთ ბანერთან ჩვენ ვდგავართ ახლა და ძალიან მარტივი არის, ყველა წესი არის ჩამოწერილი, ან QR კოდით შეგიძლიათ ძალიან მარტივად იხილოთ და აი ნარჩენების საკითხად თქვით, ერთი ის რომ ზოგადად ვაბინძურებთ გარემოს, როცა ვყრით ამ ნარჩენს და მეორე არის კიდევ აი ხანძარი, ხო? ანუ მზის სინათლის შედეგად შესაძლოა ამ ნარჩენისგან წარმოიქმნას ცეცხლი. დიახ, სამწუხაროდ ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ის, რომ ტყე ასეთი ბუნებრივი არეალები დაბინძურებულია საყოფა ცხოვრება ნარჩენებით, პლასტმასით, შუშის ნამტვრევებით, რაც მაღალი ტემპერატურის და პირდაპირ მზის სხივების პირობებში ნამდვილად იწევს თვითაალებას და შეიძლება ვთქვათ, რომ კოცონი კი სწორად დავანთეთ, მაგრამ იქ ნარჩენი დავტოვეთ, რომელიც მოგვიანებით გახდა ხანძრის წყარო. აი ხშირად გვითქვამს ის, რომ აი თქვა დიდი ტერიტორია გადაიწვას, რამდენიმე წუთი სჭირდება და შემდეგ მის აღდგენას ათეულობით წელი და იმის გარდა, რომ თქვა ხანძარი აბინძურებს თვითონ ტყეს, ასევე სხვა ბევრი ზიანიც მოაქვს გარდა იმისა, რომ ხეები აღარ არის იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე. დიახ, თქვენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, ტყის ხანძარით განადგურებული ტყე ეს არ არის მხოლოდ დაკარგული ხეები და მერქანი. დაწყებული ნიადაგიდან დამთავრებული ჰაერის დაბინძურებით და შეცვლილი კლიმატი, შეცვლილი გარემო, მიკროკლიმატს გულისხმობს, შეცვლილი პირობები და რადგან ტყე გახლავთ ეკოსისტემა, რომელიც არის
თავშესაფარი, ბევრი ცოცხალი ორგანიზმისა და ეს არის მთლიანი ეკოლოგიური ჯაჭვი, ხო? ჩვენ ფაქტიურად საბინადრო გარემოს ვუსპობთ ყველა ცოცხალ არსებას, რაც ამ ტყეში ბინადრობს, ან შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ამის აღდგენას კი შეიძლება პატარა ნერგებით თვალსაჩინო შედეგი 10-15 წელიწადში მივიღოთ, მაგრამ სრული ტყის ეკოსისტემის აღდგენას ათეულობით წლები სჭირდება და ხშირ შემთხვევაში ვერც ხერ ხდება ხოლმე სწორედ იგივე ბუნებრივი ეკოსისტემის მიღება, რაც ხანძრამდე იყო. აი, როდესაც ტყის ხანძრებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად იქვე ვახსენებთ ხოლმე ბორჯომს, იმიტომ რომ აი ბორჯომმა ყველაზე კარგად იწვნია თავის თავზე ტყის ხანძრების შედეგი, იმიტომ რომ სხვადასხვა წელს პატარა თუ დიდი ხანძარი იყო ბორჯომში და დღემდე მიმდინარეობს იმ ტერიტორიების აღდგენა, ხო, 2008-ში და 2017-ში მასშტაბური ხანძრები იყო და სხვადასხვა წელს კიდევ პატარ-პატარა სხვადასხვა ხანძარი. აი ბორჯომში რა ხდება დღეს, აი ამ ტყის აღდგენა, რამდენად ანუ რა ეტაპზეა იქ ტყე? დიახ, ბორჯომის ხანძრები გახდათ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი, რადგან დაზიანებული ტერიტორია თითქმის 1000 ჰექტრამდე იყო და სრულად განადგურდა 250 ჰექტარი სოფელ დაბასთან. ჩვენ სწორედ აი ამ ტერიტორიებიდან დავიწყეთ ტყის აღდგენა ჯერ კიდევ 2013-ში და შემდეგ ხელ მეორე ხანძრის შემდეგ 2017-ში თითქმის 10 წელი გავიდა. შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ შორიდან ჯერ კიდევ არ ჩანს ხეები იმდენად იქ, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს ამ ეტაპზე დინამიკაში, რაც უნდა გქონდეს ეკოსისტემის აღდგენისთვის, ეს სურათი სახეზეა და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ უკვე იმასთან მიახლოებულ ტყეს ვიხილავთ, რაც ხანძრამდე იყო ამ ტერიტორიებზე. ანუ ტყისთვის სადღაც 60 წელი მაინც საჭირო არის. აუცილებლად უნდა ვთქვათ ბოლოს მოკლედ ჯარიმებზეც, იმიტომ რომ გასაგებია რომ ერთ-ერთი ჯარიმა ვერ აანაზღაურებს იმ ზიანს, რაც ვთქვათ ადამიანმა შეიძლება ტყეს მიაყენოს ხანძრით, მაგრამ მაყურებელს მაინც რომ შევახსენოთ, რა სასჯელია გათვალისწინებული. დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, ჩვენთვის უპირატესი პრევენცია, თუმცა გვიწევს, ყოველწლიურად გვიწევს სანქციების გამკაცრებაც და დღის მდგომარეობით ადმინისტრაციული ჯარიმა 300-დან 500 ლარამდეა, თუმცა ტყეში გაუფრთხილებლობით ხანძრის გაჩენა არის სისხლის სამართლის პასუხისგებლობა და თავისუფლების აღკვეთა 4-დან 8 წლამდე. ძალიან დიდი მადლობა ნათე იორდანიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთხელ ალბათ ტყე არის ის ადგილი, სადაც ჩვენ მივდივართ, ვისვენებთ, ვიღებთ ჯანგბადს, ასევე სხვადასხვა ბევრი სასიკეთო და დადებითი თვისება აქვს, ხოლო ერთადერთი რასაც ტყე ჩვენგან ითხოვს, ეს არის რომ უბრალოდ მას მოვუფრთხილდეთ. დაგემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა თამარ ბუბაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები შეგვახსენა, რაც ჩვენ ყოველწლიურად ამას ყურადღებას ვუთმობთ ხოლმე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ იმ გარემოს, რომელიც ჩვენზე ზრუნავს, გვაძლევს ჯანგბადს, მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სისტემას და ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ. ეს შეიძლება მოხდეს დაუდევრობით, შეიძლება იყოს განზრახ, ამიტომ მაგის არ მჯერამე. აი ხანძარი როგორ შეიძლება ტყეში გააჩინო დაუდევრობით? უბრალოდ ხელა რაღაც დევს სასწორის მეორე მხარეს, რომ არ შეიძლება აი იქ ეს რომ არის სწორედ დაუდევრობა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც კარგად უნდა გავიაზროთ და უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, რომ ჩვენმა ნებისმიერ მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რაც ჩვენ ვიხილეთ მაგალითად ამ ბოლო წლების განმავლობაში დააშიდაც მე უკვე მთელი საქართველოს ჩართული იყო, თუმცა მანამდე ჯობია გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს.